ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც სოლიდარობას უცხადებს რადიო თავისუფლებას და ამავდროულად ამ განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ რადიო თავისუფლება 75 წელზე მეტია მილიონობით ადამიანისთვის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც მათ მთავრობები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ, მიუკერძოებელი ახალი ამბებისა და სანდო ანალიზის მთავარი წყაროა და ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წერს, რომ საქართველოში რადიო თავისუფლების როლი სრულიად განსაკუთრებულია და მოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შესაძლებელი გახდა თბილისში ადგილობრივი ბიუროს გახსნა, რომელიც მალევე იქცა ადგილობრივი მედია ლანდშაფტის ორგანულ და მნიშვნელოვან ნაწილად და ასევე ორგანიზაცია წერს იმასაც, რომ თხოვნით მიმართავს ევროპული ქვეყნების მთავრობებს და კერძო ფონდებს გამონახონ რესურსები რადიო თავისუფლების შესანარჩუნებლად და საზოგადოებისათვის მრავალ ქვეყანაში, რომელთათვისაც ის იმედი და საყრდენი იყო და ამავდროულად აცხადებენ იმასაც, რომ საქართველოში რადიო თავისუფლების გარეშე მედია მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს მიერ გრანტის შეწყვეტის შემდეგ ევროკავშირი განიხილავს რადიო თავისუფლების დაფინანსებას და რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც არის ჩეხეთის მიერ ინიციირებული და ამ წერილში სწორედ საუბარი არის იმაზე, რომ მიმართავენ ევროკავშირს დაფინანსებით. ამ წერილს ხელს აწერს ჩეხეთის, ავსტრიის, ბელგიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, სლოვენიის და შვედეთის მინისტრები და ასევე მაღალჩინოსნები და ამ განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ რადიო თავისუფლების გაუქმება საჩუქარი იქნება ევროპის მტრებისთვის. მოუწოდებთ შესაბამის ევროპულ ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს ძალები გააერთიანონ რადიო თავისუფლებისთვისა და სხვა დამოუკიდებელი მედიისთვის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერის შესაქმნელად, რითაც დაცული იქნება მედიის თავისუფლება და დემოკრატია ევროპასა და მის მიღმა, ნათქვამი არის ამ ერთობლივ განცხადებაში და ამ დროისთვის ევროპის 10 ქვეყანა უჭერს ჩეხეთის ინიციატივას მხარს და დღეს ასევე ისაუბრეს ამ თემასთან დაკავშირებით შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანცმა და ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და შეგვიძლია რომ მოვისმინოთ მათი კომენტარები. დღეს მხარს დავუჭერთ ჩეხეთის ინიციატივას, რომელსაც შვედეთმა ხელი მოაწერა, რათა დავწმუნდეთ, რომ რადიო თავისუფლება კვლავ იქნება მნიშვნელოვანი ხმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაფინანსებას ხსნის. ახლა ჩვენთვის ჩნდება კითხვა, შეგვიძლია თუ არა შემოვიდეთ ჩვენი დაფინანსებით, რათა შევავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ტოვებს. ამ კითხვაზე პასუხი ის არის, რომ ავტომატურად ამას ვერ შევძლებთ, რადგან ჩვენთან მსგავსი თხოვნით ბევრი ორგანიზაცია მოდის. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრების სურვილია ეს საკითხი განიხილონ და გამოსავალი გამონახონ. 14 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი განკარგულებით შეამცირა 7 სააგენტო, მათ შორის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოც, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფლებასა და ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს და ტრამპის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გლობალური მედიის სააგენტომ გამოგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამი არის, რომ რადიო თავისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი შეუწყდა.